მოგესალმებით ჩემო YouTube მეგობრებო, ჩემო გამომწერებო, ყველას ვისაც არა გაქვთ არხი, პირველ რიგში მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და აუცილებლად მოიწონოთ, გააზიაროთ და გაუზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები თქვენს მეგობრებს. აუცილებლად. ეხლა ვიმყოფები ჩემს მეგობარ ილო ჩაჩანიძესთან და მინდა ორიოდე სიტყვით გკითხო და გვიამბოს ილომ თავისი ცივი იარაღების შესახებ. ცივი მეგობრების შესახებ. ვიცი რომ ძალიან საინტერესო ექსპონატები აქვს, საინტერესო დიზაინები, ექსპონატების რა მოგახსენოს, მაგრამ არის დიზაინების და რაღაცები. გაგვასწროს თავისი ცივი იარაღები და კი ბატონო, რაც გვაქვს აუცილებლად მოგესალმები ჩემო შოთა, მივესალმები შენს გამომწერებს, მაყურებლებს. რა თქმა უნდა, ორიოდე სიტყვითაც შეგვიძლია და ცოტა მეტიც, რაც საჭირო იქნება, რასაც მოიცავს ეს, რასაც მოიცავს ეს იარაღები, კი ბატონო. გავაცნოთ დეტალურად. კი ბატონო, პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ეხა ადამიანი, რომელიც გადის ველად, თაში, არ აქვს მნიშვნელობა სანადიროთ მიდის, სალაშქროთ მიდის, ცივი იარაღი არის ესეთი ადამიანის განუყრელი მეგობარი, აუცილებელი რა. აუცილებელი მეგობარია. მერე მოდის ის ამბავი, რომ ამ ჩვენს ცივ მეგობრებს, ცივ იარაღებს გააჩნიათ თავისი პატარ-პატარა დანიშნულებები, ესე ვთქვათ. მონადირის შემთხვევაში ზოგი არის იყოფა რამოდენიმე ჯგუფად და კლასიფიკაციაც რა თქმა უნდა დანიშნულება შესაბამისად ჩეხავი, საწყავებელი, ჩემო ბატონო და რა ვიცი 1000-ნაირი დანიშნულება აქვს კი განშტოებები და დანიშნულებები აქვს. აი მე ხა მაგალითად აი როგორ გითხრა ეს ჩემი პატარა მცირე კოლექციაში რაც გამაჩნია და რაც მაქვს არც ერთი თეთრი არ გადამიხდია ესე რომ ვთქვათ რა ეს საჩუქრები აბსოლუტურად ყველა დიახ ჩემი მეგობრებისგან რა ძირითადად ჭედელი მეიარაღე მეგობრები ვინც არიან ძალიან მაგარი ადამიანები თავის საქმის რასაც ქვია პროფესიონალები აუცილებლად მოკითხვა ყველას საკმაოდ არიან ისეთი ხალხი მადლობა ღმერთს რომ ამ საქმეს არ ივიწყებენ ესე რომ ვთქვათ რა და მადლობა დაინტერესდებიან რომ რა თქმა უნდა შეგვიძლია რომ პირადად მივიდეთ სამჭედლოში და რაღაც აუცილებლად არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს მზადების პროცესიდან დაწყებული საერთოდ ყველაფერი მე მგონი საინტერესო იქნება მეგობრებო და აუცილებლად მოდით ახლა მაშინ გადავიდეთ ახლო კადრზე გადავიდეთ და ახლო კადრიდან გავაგრძელოთ მერე უფრო საინტერესო იქნება ხო რა ყველაფრის რა კარგით მოკლედ გადავიდით ახლო კადრზე დავიწყოთ აქეთა მხრიდან აი ამ პირველი დანით რომელიც მაჩუქა მოხუცმა მონადირემ საჩუქრად ეს არ არის სამჭედლოში დამზადებული ეს არის რომელიღაც ქვეყნიდან ჩამოტანილი დანა იყო პირი და ტარი დავაგე მე თვითონ კაკლის გვირგვინის ტარია ნუ როგორც მომახერხე ნუ ჩემ ხელში კარგად დაჯდა დასამთავრებელია პირი გასა ნუ რაღაცები უნდა ერთ სიტყვით რა ნუ ეს არის ფოლადის საჭრელი ხერხის პირისგან გაკეთებული ესეც ჩემი ამაიმუნარია ესე ვთქვათ ესეც კაკალია შოთაშორის საინტერესო და ნუ თხელიდან არის რა თხელპირიდან არის კარგი ფოლადია ნუ ნორმალურია ესე ვთქვათ რა ხო აი ეს დანარჩენი დანები არის სამჭედლოში დამზადებული როგორც მოგახსენეთ ჩემი მეგობარი მჭედელი მეიარაღეებისგან საჩუქრად გადმოცემული და ეხლა ნუ მოკლედ ვიტყვი რა არის რა აი ეს დანა არის რა თქმა უნდა ესეც არის კაკლის გვირგვინი საკმაოდ ულამაზესი ხეა როგორც ხედავთ პირი არის შეხ-15 ანუ პაჩემნიკი ეს გეომეტრია ხო საკის არის სწორი ხარ შოთა გეომეტრია არის ეგრეთ წოდებული ანუ პირის მოყვანილობა ოგნუტის სპუსკს რო ეძახენ სამართლისებურად გამოყვანილია რა ესეც ნაირი
თუ შეიძლება რომ ცოტა ახლოს ვაჩვენოთ. კი ბატონო. იმდენად საინტერესო და იმდენად დახვეწილი და ლამაზი შეულებრივად. კარი არის საიხის უზორებით, რომ აი მე მაგალითად ძალიან მომწონს. ხო, საერთოდ კაკლის ჯავარი არის, რა თქმა უნდა, უძვირფასესი რაღაცა რა, ის სითხელე, ანუ თვითონ ტარის, აი ეს როგორი თხელი ტარია ხელში, არის ძალიან კომფორტული რა. ხო, ეს მოკლედ ეს არის, ესეც არის ჩემო ბატონო კაკლის გვირგვინით. ეს არის კაკლის გვირგვინი, აი ეს ნაწილი, აი ეს ღია ფერის გახლავთ უთხოვარი, იგივე ურთხმელი. ეს არის ქლიბის მასალა, ანუ ურვა უნდა იყოს, თუ სწორად მახსოვს. ну მოკლედ ესეც კოხტადან არის. ესეც არის შემდეგი დანა საკისარი შეხეთ 15, ანუ ესეც ჩემი ის იყო, ანუ ყველა არის ჩემი იმით რა ვთქვათ, ანუ ნუ ესეთი მინდა, ეხა რომ მეკითხებიან. ჩემი გემოვნებით. ხო, ანუ ჩემი გემოვნებით ეს გრძელი ტარია, ანუ თავისებური ის აქვს. სპეციფიური ფორმა. ხო, სპეციფიური ფორმებია, ხო, ზოგჯერ ესე რომ დამაჩვენებს ხოლმე, ხო, რა თქმა უნდა, ჩემეული ისა მაქვს და ვეუბნები რომ მოდი ეს ასე გავაკეთოთ რა, რაღაც ჩემებული ისა. ტარი რა თქმა უნდა არის კაკლის გვირგვინი, ესეც ასაკოვანი. პირიქი მოგახსენეთ რომ არის საკისარი. ну ესეც საინტერესოა. დაამღაც არის შენი სახელი და გვარი მეგონი. და არის ოსტატის. გამოჩდება. დაინახავ შენი მაყურებელი. აი აქ იჩო. კი ბატონო, ილია ჩაჩანიძე და რუსთავის სამჭედლო უნდა კონდეს იქით ამ მხრიდან დამღაზე. და სულხოვებია. კი ბატონო. ხო. მოდი შემდეგი დანავაჩვენოთ ახლა ესეც აი თავისებური დიზაინია. ხელში აი ესეთი ზომა არის. ტარი ესეც გახლავთ კაკალი, ეს არის კაკლის კოპი კიბო. გამოჩდება კადრში. ძალიან ლამაზია. კი. ესეც არის საკისარი. ну აი ესეთი ჯავარი, რომელსაც აქვს, ну თქვენ თვითონაც მიხვდებით, რომ არის კაკლის კიბო. ეს არის გვირგვინი, ესეც არის კაკლის კიბო, ესეც გვირგვინი. ხო, შემდეგი. აი ესეც არის ძალიან საინტერესო დანა. აი აჩვენები ახლა შევეცდები თუ გამოჩდება კადრში, არ ვიცი. ხო, აი აქ. წარწერაც უნდა იყოს, ხო, დამღა აგერ არის. და წარწერა არის, ესეც კაკალი ახლა, ну გვირგვინია, მაგრამ არ არის ხა იმ ხელაიმის. აი აქ წარწერა არის, სხვათა შორის ძალიან საინტერესო. წაიკითხავ ხო შოთა მე მგონი, აბა ნახე რა წერია. ამის შეიძლება დაგვარად მე მგონი ჩანს. ძმას სახსოვრად, აი ეგ რაწერია, ძმისაგან ეგრე უნდა ეწეროს, ხო? ძმას, კი, ძმისაგან ბუდიში. რა თქმა უნდა. ლამაზი გრავირება, ნადირობის ფრაგმენტები არის ასახული, შველი, ირემი. ხო, მოკლედ ერთ სიტყვით ესეც საინტერესო, აი ხოჭო გვესტუმრა გავაძეოთ, ან იყოს, რა ვიცი. ну ეს არის აზიური სტილივით რა, ხო ხტები, ну უფრო ჩემეული ის იყო ესეც, რა თქმა უნდა, როგორც ხვები. ხო, ეს დაბოლოება არის თითბერი, ესეც ვადაჯვარი, უმეტესობა ვადაჯვრები და ისა არის თითბერი რა. ხო, აი ყველაზე ეს დანა ბოლოს კი ბატონო, ხო, კარგი. რაღაც განსაკუთრებული. ეს დანაც არის ჩემო ბატონო რუსთავის სამჭედლოში დამზადებული, ну დღეს რუსთავის სამჭედლოს ქვია მიხეილის სამჭედლო, მიხეილ დათაშვილის სახსოვრად ილიას მიხეილისაგან აბატონო 2018 წელი. აგერ შეგიძლია შენ თვითონ დაანახო, კი ბატონო, შენ თვითონო იმას გენი. რუსთავის სამჭედლო და ну ყველა დანას რომელიც აქვს, ანუ ჩემი დამღა და ოსტატის მიხვდი, ანუ ჩემი ინიციალები და ოსტატის ინიციალები ყველა ეგრე, ანუ საჩუქრებია მეთქი როგორც მოგახსენე. მიხეილისგან 2018 წელი აწერია. არ ვიცი რამდენად ჩანს კამერაში, მაგრამ ჩანს, აი გადაბრუნებები და რაღაცეები უნდა და რომ აღარ აირეკლოს, აი ესეთი რაღაცეები და გამოვაჩინე რა. აი.
შემო ბატონო, ეს ჩანს კი. მოდი გადავიდეთ ახლა აი ეს ყველა დანისტარი ხოა კაკალი გითხარი, ანუ გვირგვინი და კოპები. ეს არის კოპიტის კოპი. ანუ კოპიტი იგივე იფანია ქართულად. ამასაც აქვს ჩემი ინიციალები და აქედან ოსტატის ინიციალები. ესეც რუსთავის კი ბატონო, ანუ აი ბარემ პირდაპირ ვიტყვი რა, ეს ჩემი დანების კოლექცია მე რაც მაქვს, ნუ ჩემი რჩეული სამჭედლოა რუსთავის სამჭედლო ერთ-ერთი ესე რომ ვთქვათ რა და ჩემი მეგობარია, ჩემი ძმობილია ბატონი მიხეილ დათაშვილი, მიხეილის სამჭედლო დღესდღეობით უკვე, ანუ წინათ იყო რუსთავის სამჭედლო, დღეს ქვია მიხეილის სამჭედლო. აი ეს დანა, ამ დანას ეწოდება სვანური, იგივე კავკასიური სტილის დანა. აი ეს. და საკმაოდ პრაქტიკული დანაა, სხვათა შორის ძალიან კარგი დანაა. ნუ მოდი ბოლოს მაშინ აი ეს ყველაზე დანა რა. აი ეს გახლავთ მეგობრებო, პირი არის ბულატი ხორასანი, ბატონის ზაქრო ნონიკაშვილის შემოქმედება, ესე ვთქვათ. აი გამოჩნდება ეხლა აი დამასკური ფოლადის სულ სხვა არის ეს. რა თქმა უნდა, ეს არის ბულატი. ეს არის ბულატი. დამუშავებული, არ ვიცი, აი ეტყობა თუ არა წვრილი წინწკლები. ხო, ანუ ბულატია რა ერთი სიტყვით რა, ანუ ყველა მიცის ეგ. ყველა მარიცის ახლა ბულატის. ხო, არა, ბულატი ვინც იცის რა არის, იცის რომ ესეთი ტიპი ის არის უბრალოდ რა, ტიპაჟი ხო ხდები და ანუ ეს რო ბულატია კი ვთქვით და ეხა ამას გაგრძელება აქვს. ანუ ბატონმა ზაქრო ნონიკაშვილმა ეს რო პირი თავისი შედევრი შექმნა ესე რომ ვთქვათ და გააკეთა. ეს პირის შემდეგ გადავიდა ბატონ გელახუციშვილთან, გელახუციშვილის შემოქმედება გახლავთ გრავირება. ეს არის გელახუციშვილის კი ბატონო, რა თქმა უნდა ხელით. ეს არის გელახუციშვილის გრავირება, ჩემო ბატონო, მისი ხელწერაა ეს გრავირება, ძალიან ძლიერი ოსტატია სხვათა შორის გელაც, ზაქროც და ბატონი მიხეილიც. აი აგერ არის ჩანს მიხეილ დათაშვილის დამღა აქვს რუსთავის სამჭედლოსი. აი ეს დამღა გახლავთ ზაქრო ნონიკაშვილი საჩვენე. აი ზუსტად აი იქ არის. ხო გაუშვიაბა დააფოკუსოს ერთი ცოტა. ხო. აი აქ არის ზაქრო ნონიკაშვილის დამღა. სულაწერია. კი ბატონო. ხოლო მეორე მხრიდან აი აქ არის უკვე ჩემი ინიციალები, აი იდაჩვარი ჩასული გამოჩნდება. ვადაჯვარი თითფერი, დაბოლოება თითფერი, ტარი გახლავთ კაკლის კოპი. კიბო, აი ეს ჩანართი არის კამეჩის რქა ჩემო ბატონო. ერთი სიტყვით შეიძლება ფასიც რო ზოგადად აი რომ მოუნდეს მაგალითად შეკვეთა ადამიანს დაახლოებით ნუ ეხლა ისეთი თემა არის ფასი ეხლა ზუსტად სიმართლე გითხრა ზუსტად არ ვიცი რაღაცა ნუ ეხლა აი ნორმალური დანა ანუ ოსტატის რასაც ქვია ნამუშევარი ნორმალური დანა ნაჭედი რასაც ქვია ხელნაკეთი დანის ფასები ნუ იწყება სადღაც ნუ სულ ცოტა 200-250 ლარი ნუ ხო ხდები რა და ადის $2000 კი არა და რავი ძალიან იქით მიდის ნუ გააჩნია უკვე რა ამასალებია გამოყენებული ნუ გრავირებაა და მთელი ნუ ყველაფერი მაგრამ ნუ ყველაზე მცირე 250 ლარის ფარგლებში მაინც ჯდება რა ნუ ჩემო შოთა ჩემი პატარა მცირე კოლექცია აგერ ჩემო ბატონო რას არის ეს არის რაც გამოჩნია ჯერჯერობით დღესდღეობით და რა ვიცი თუ შემდეგში რამე იქნება დიდი სიამოვნებით შემოგთავაზებთ გენაცვალე ამ ლამაზი დანების ფონზე მინდა დაგემშვიდობოთ ჩემო მეგობრებო ისე და ისე დიდი მადლობა მინდა გადავხადო ჩემს მეგობარს ილო ჩაჩანიძეს პირიქით მადლობა გენაცვალე დაფასებისთვის ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებს ახლა არ დავაკონკრეტებ მაგრამ ბიჭებმა იციან ბევრი პატივისცემა ბევრი სიყვარული და მეგობრობა გააკავშირებს ჩემთანაც და შეძლებს დაგვარად გენაცვალე შეძლებს დაგვარად როგორც შემიძლია
მინდა დაგემშვიდობოთ ჩემი მეგობრებო ამ ლამაზი დანების ფონზე და გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ, გააზიარეთ ვიდეოები და აუცილებლად ვეცადოთ რომ რაც შეიძლება ბევრი და ბევრი გავხდეთ რომ უფრო აუცილებლად კი ბატონო ეგრეა უკეთესი ვიდეოების გადასაღებად და უფრო მეტი ინტერესი იქნება და მეტი დაინტერესება იქნება ამ საქმეში. რა თქმა უნდა, გამოიწერეთ არხი მეგობრებო, დაალაიქეთ, გააშეარეთ და რა ვიცი მთელი ამბები როგორც წესი დარიგია რომ იმუშაოს არხმა კარგად, წარმატებულად და ჩვენმა შოთამაც შემდეგი ვიდეოები შემოგთავაზოს. მინდა განმეორდე წინა ვიდეოში ვახსენეთ სიურპრიზი უცხო ქვეყნიდან. კი ბატონო, ერთ-ერთი ქვეყნიდან, საიდანაც შენ შესთავაზებ ლამაზი თევზაობის კადრები და არა მარტო თევზაობის, ბევრი რაღაცის ჩვენება მინდა ჩვენთვის შემოგავო. ველოდებით ჩემო შოთა მოკლედ. ამიტომ აუცილებლად უნდა გამოიწერონ. აუცილებლად უნდა გამოიწერონ ნამდვილად. რათა არ გამორჩეთ. არ გამოტოვონ, რა თქმა უნდა, არ გამოტოვონ. საინტერესო ამბები. დროებით. აბა დროებით, ვიფასებო, კარგებო. დროებით.